გამარჯობათ, ეს არის გადაცემა პოლიტიკური რეალიზმი და მე მისი წამყვანი შალვა ციკოლია ვარ. პირველ რიგში გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს და ყოველივე საუკეთესო დაგბედებოდეთ ახალ 2017 წელს. ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ ყოველივე ცუდი რაც ყოფილიყო ჩვენ ცხოვრებაში წარსულში დარჩენილიყოს და ყოველივე ახალი კარგი და საუკეთესო დაგბედებოდეს და ყოფილიყოს სუბედნიერების და წარმატების მომტანი ეს 2017 წელი ყოველი ჩვენგანისათვის. დღევანდელი გადაცემა განსხვავებული ფორმატის იქნება და ასევე განსხვავებული შინაარსით, რადგან მოგხსენებათ ახალი წელია და შესაბამისად პოლიტიკურ თემებზე არ ვისაუბრებთ, არც თუ მარი გვეყოლება და ჩვეულებრივ მონოლოგის რეჟიმში იქნება ეს გადაცემა ჩაწერილი. პირველ რიგში მინდა კიდევ ერთხელ შევეხო რა თქმა უნდა ახალ წელს და ძირითადი თემა ეს არის და სხვანაირად ვერც იქნებოდა. მინდა ახალ წელი იყოს საქართველოსთვის და ქართული ხალხისთვის ეს 2017 წელი ყოველივე ასე ვთქვათ მოლოდინის იმ მოლოდინის რაც გვაქვს თითოეულ ჩვენგანს ახდენის და ყოველივე საუკეთესო სურვილების განხორციელების წელი. სანამ ახალ წელზე გადავიდოდ კიდე გავაგრძელებთ საუბარს უბრალოდ მინდა გითხრათ თუ რატო გაკეთა საერთოდ ეს გადაცემა სახელწოდებით პოლიტიკური რეალიზმი და ვინ ვარ მე. პოლიტიკური რეალიზმი ეს გადაცემა შეიქმნა იმისათვის, რომ ჩვენ საზოგადოებისათვის მიგვეწოდებინა სწორი ინფორმაცია, რომელიც არ ემყარება რაღაც ჭორებს, რომელიც არის ფაქტებზე დაფუძნებული და მათთვის გასაგებ ენაზე გვესაუბრა. ასევე ამ გადაცემის ფორმატში ყოველთვის ვიწვევთ ადამიანებს, რომლებიც არ არიან ასე ვთქვათ ყოველდღე ეთერში, არ არიან ცნობადი სახეები და არიან თქვენი თითოეულ თქვენგანის ასე ვთქვათ ანარეკლი. რადგან ძირფას მაყურებელო ჩვენი სტუმრები არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვიყურებენ, რომლებიც არიან საერთოდ ჩვეულებრივი მოქალაქეები, ისეთივე როგორც ხართ თქვენ, როგორც ვარ მე და გამყვატავენ თავის აზრებს, თავის შეხედულებებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. თუმცა ჩემთვის ძალიან საინტერესოა და მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი ყავს, რომელიც საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი, თუმცა ძალიან ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია ჩვენი ხალხისა და ქვეყნისათვის. ამიტომ ჩემი მიზანი, ერთ-ერთი მიზანი არის, რომ გავასწრო ხალხს ეს უცნობი ადამიანები, მათი აზრები, ასე ვთქვათ, წარუდგინოთ საზოგადოებას, ზოგისთვის მისაღები, ზოგისთვის მიუღებელი, მაგრამ მაინც საზოგადოების აზრი მივაძვნოთ ხალხს და მივაძვნოთ მთლიანად მთელ ქვეყანას. ვინ ვარ მე? მე ვარ შალვა ციკოლია. თქვენნაირი ადამიანი სრულიად არაფრით რაღაც გამორჩეული არ ვარ თქვენგან. ერთი თქვენგანი ვარ, რომელმაც ეს გადაცემა გავაკეთე, ჩემი საავტორო გადაცემა მოგახსენებთ. და მე ერთ-ერთი თქვენგანი ვარ, რომელიც ჩვეულებრივად ცხოვრობს, რომელსაც ჩვეულებრივად ანაღლებს ლარის კურსი, ჩვეულებრივად ანაღლებს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, რომელიც არ გამოირჩევა რაღაც განსაკუთრებული, ვთქვათ, ცნობადობით, განსაკუთრებული რაღაც პრივილეგიებით ხალხში. ერთი ჩვეულებრივი კიდევ ერთხელ გავამეორებ ამას თქვას, ადამიანი ვარ და ვცდილობ, რომ ჩემი პოტენციალი, ჩემი შესაძლებლობები რაც არის, მოვახმაუროთ ჩვენს ქვეყანას და ხალხს იქ, სადაც ვარ. ამ შემთხვევაში ამ გადაცემაში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი გამოხმაურებები, თქვენი კრიტიკა, თქვენი შესწორებები, შეგიძლიათ მომწეროთ პირადში, შეგიძლიათ ასევე დააკომენტაროთ და შემდეგ გამოთქვათ თქვენი აზრი, როგორ შეიძლება უკეთესი გახდეს ჩვენი გადაცემა და რა ასე ვთქვათ შეცდომას ჰქონდა ადგილი, რა იყო არასწორი და როგორ იქნებოდა უკეთესი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა და მე მადლობელი ვიქნები თუ გამოთქვათ თქვენ საღაზრს, თქვენს კრიტიკას, თქვენ ჯანსაღ კრიტიკას და ჩაერთვებით ამ გადაცემაში. ეს იყო სულ მოკლედ რაც მინდა მეთქვა, რაც მინდოდა რომ მეთქვა ჩემზე და ჩემს გადაცემაზე. ეხლა ისევ დავუბრუნდები ძირითად თემას და თემას კიდევ ერთხელ გავამეორებ, ეს არის საახალწლო თემა, საახალწლო ტრადიციები ჩვენ ქვეყანაში და საზღვარგარეთ. საქართველო არის ქვეყანა, სადაც ახალი წელი არის ძალიან შუბა ახალი წელი არის ძალიან დიდი დღესასწაული. ახალ წელს ის განსაკუთრებულობაც აქვს, რომ მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ მას და ეს ხდება მთელი 24 საათის განმავლობაში. მთელ მსოფლიოში, ზოგან უფრო ადრე დგება, ზოგან უფრო გვიან, თუმცა ყველა აღნიშნავს ამას და ძირითადად დამახასიათებელი ნიშანი რაც აქვს, ეს არის ბედნიერება, ეს არის მხიარულება და ეს არის ის, რომ მოწყენილი სახეები აქ არ იქნება ამ პერიოდში, ასე ვთქვათ. ეს ძალიან დიდი დღესასწაულია ჩვენთვის, საერო დღესასწაულია.
და ყველა იმედებით ხვდებით ამ დღესასწაულს და გვინდა რაღაც ახალი სიახლე და სიკეთე მომთან ყოფილიყოს ეს წელიწადი ჩვენთვის. საქართველოში ახალი წელი წლებია უკვე აღინიშნება სხვანაირ ფორმატში, ანუ ქუჩაში შეხვედრის ფორმატს გულისხმობ. მე პირადად ქუჩაში ხვდებოდი ხოლმე ახალ წელს რამოდენიმე წლის განმავლობაში და სრულიად უცნობი ადამიანები ამ სიხარულით არიან გაერთიანებულები და ძალიან კარგი არის, როდესაც სიხარულს და ამ ბედნიერებას გადასცემენ ერთმანეთზე. თუმცა ჩვენ გვაქვს ასევე ძალიან კარგი ტრადიცია სახლში და ახლობლების ერთად შეკრებისა. როდესაც ერთად ხვდებით ახალ წელს ერთმანეთს ვილოცავთ და შემდგომ გავდივართ თქვათ მეგობრებთან, მეზობლებთან, ნათესავებთან და ასე შემდეგ. საახალწლო ტრადიციები ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირია. არის გურიაში სხვანაირად, არის სამეგრელოში სხვანაირად, კახეთში სხვანაირად. თითოეულ კუთხის წარმომადგენლებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ახალ წელთან დაკავშირებით. და როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში არის სხვადასხვანაირი ტრადიციები და ხშირ შემთხვევაში არის ძალიან უცნაური. ჩვენთვის უცნაური, თორემ თვითონ იმ ქვეყნის წარმომადგენლისთვის ალბათ არის ეს ძალიან ბუნებრივი და ძალიან ასე ვთქვათ ჩვეულებრივი ამბავი. ძირითადი რაც არის ახალ წელს დამახასიათებელი, ეს არის თოვლის ბაბუა ჩვენთან, საზოგადოებრივ სანტა კლაუსი ყავთ, თოვლის ბაბუა მოდის და მოაქვს ხურჯინით საჩუქრები, მოაქვს პატარებისთვის საჩუქრები და ასევე დიდებისთვის. ყველას მაინც, დიდებსაც და პატარებსაც ყველას გვჯერა, რომ თოვლის ბაბუა არსებობს, იმიტომ რომ ეს არის რაღაც პოზიტიური მოლოდინი, რაღაც ახლის მოლოდინი და მას საჩუქრის სახით მოაქვს ჩვენში რაღაც კარგი დადებითი და წამახალისებელი. ამიტომ თოვლის ბაბუა, როგორც ჩვენთან ასევე საზოგადოებრივ ძალიან, ასე ვთქვათ, ამ ახალ წელთან არის ძალიან თვითმყოფად და მის გარეშე შეუძლებელი ახალ წლის წარმოდგენა. საქართველოში თოვლის ბაბუასთან ერთად ჩვენ გვაქვს ტრადიცია მეკვლეობის, მოდის მეკვლე მოგეხსენებათ და მეკვლეს მოაქვს კარგი ბედი და თუ ცუდი ბედი ექნება თქვათ ესეთი წარმოდგენა გვაქვს იმ მეკვლეს, მაშინ მომავალს ვცდილობთ რომ სხვა მეკვლე ყავდეს და იმან კარგი ბედი, კარგი ფეხი შემოიტანოს, ასე ვთქვათ, კარგი ფეხი ქონდეს. ასევე გვაქვს ბედობის ტრადიცია, 2 იანვარს მოგეხსენებათ და მიგვაჩნია რომ 2 იანვარს რაც იქნება, რაც დაგვებედება, ის გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში, თუმცა მე ამას პირადად ცოტა სხვანაირად უყურებ. კარგია, რა თქმა უნდა, ეს ტრადიცია და წესჩვეულება ვთქვათ, რომ 2 იანვარს უნდა დავიბედოთ კარგი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ 2 იანვარს რაღაცას დაიბედე და მთელი წელი ან დრამატულად განვითარდება, ან ძალიან პოზიტიური იქნება. იქნება ვთქვათ უარესი და უკეთესი დღეები, თუმცა ჩვენ თვითონ ვექვნით, იმიტომ რომ ხადად ღრთისა შექმნილი ადამიანები ვართ და თავისუფალ ნება მოგცა უფალმა, ამიტომაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ბედი თვითონვე გავკარგოთ და როგორც ვიმოქმედეთ, როგორც ვიაზრუნებთ, როგორი ჩვევებიც გვექნება, ესეთ იქნება ჩვენი ბედი, ჩვენი ხვალინდელი დღე და რასაც შევქმნით, რასაც გავაკეთებთ, რასაც დავთესავთ, იმას მოვემკით მომავალში. ამიტომ ეს უფრო ტრადიციაა, რომელსაც პატივცემ და მაინც პოზიტიური ტრადიციაა, ასე ვთქვათ. და კარგი იქნება თუ ყოველ დღე ბედობა იქნება ჩვენთვის და ყოველ დღე შევეცდებით რომ კარგად ვიცხოვროთ, სწორედ ვიცხოვროთ, ასე ვთქვათ და კარგი გავაკეთოთ. ეს იქნება სიკეთე სხვისთვის, სიხარულის მინიჭება თუ საერთოდ რაღაცა პოზიტიური როლის თამაში ვინმე ცხოვრებაში. არა მარტო ჩვენს, არამედ ვინმე ცხოვრებაში. და როდესაც სხვებს ვაბედნიერებთ, მაშინ ჩვენი ბედნიერებაც მოდის. მე ასე მჯერა და ალბათ ასეც არის. ახალ წლის ტრადიციებს რაც შეეხება, ასევე არის ტრადიციულად ახალ წელს ძალიან, ასე ვთქვათ, ცნობილი არის ეს ტრადიციაც საქართველოში, რომ ახალ წელს მიდიხარ ახლობლებთან, მიგაქვს საჩუქარი, იქ გიმატპინძლდებიან, ვქეიფობთ, ქართული სუფრა ეს ცალკე ფენომენია და ამას აღარ განვაგრძობთ, კარგ დროს ვატარებთ და შემდგომ ძალიან ბედნიერები, ძალიან ხერხულები გადავინაცვლებთ მეორე ახლობელთან, მესამესთან და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ერთგვარი შემოვლის ტრადიცია, რომელიც უფრო მეტად არის სოფლებში შენარჩუნებული და ჩვენ უზიარებთ ყველას ხინს და ისინიც გვიზიარებენ თავის ხინს. ეს ტრადიციაა და ალბათ საქართველოს ყველა კუთხეში ეს ტრადიცია არის დამკვიდრებული, განსაკუთრებით უფრო რეგიონებში. უფრო რეგიონებში არის შემორჩენილი ეს ძალიან კარგი და პოზიტიური ტრადიცია. თუმცა საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ჩვენ გვაქვს 2 ახალი წელი, ახალი წელი გვაქვს ჩვენ 1-31
დეკემბერს 12 საათის შემდგომ და მეორე 13 იანვარს, როცა 14 იანვარი თენდება, ისე 12 საათის შემდგომ შემოდის 14 იანვარი და ძველ ახალ წელსაც ასევე აღნიშნავთ. ეს ორი ახალი წელი გვაქვს, ორივე პოზიტიური რა თქმა უნდა, ძველი ახალი წელი და ორივე ჩვენთვის არის ძალიან თვითმყოფადი და ძალიან კარგი და დადებითი ყველაფრისათვის, ანუ ჩვენი სულიერებისათვის, ჩვენი მენტალურობისათვის, ჩვენი აბსოლუტურად ყველა განცდა, რომელიც გვაქვს, ახლდება თითქოს და რაღაც პოზიტივით ივსება და მთავარიც ეს არის სწორედ ახალ წელს რომ უნდა განვახდეთ, უნდა აღვიქვათ სიახლით და ის ძველი მე რომელიც ვიყავი, თქვათ, ხო, უნდა გახდეს უფრო უკეთესი იმისაც, რომ უფრო უკეთესი მივიღო ცხოვრებისაგან და უფრო უკეთესი ვიყო და იყოს ჩემი ახლობლებისთვისაც, ჩემი მეგობრებისთვის და ასე შემდეგ. თითოეულ ჩვენგანი ალბათ ესე ფიქრობს და ესეც არის. ჩვენს ტრადიციებში ასევე განსაკუთრებული არის მაგალითად სამეგრელოში არის ძალიან საინტერესო ტრადიციები ახალ წელთან დაკავშირებით, როდესაც მიდიან ულოცავენ ახალ წელს და ასევე გურიაში კალანდობას ეძახიან მოგეხსენებათ ახალ წელს, იქ არის ჩიჩელაკი, რომელიც ყველა ოჯახში არის, შემდგომ უკვე გავრცელდა მთელ საქართველოში და თითქმის ყველგან არის, ძალიან თვითმყოფადი ქართულ კულტურასთან, სოფლიოს არც ერთ სხვა ქვეყანაში ანალოგი არ მოიძებნება, ნაძვს ყველას აქვს, მაგრამ ეს ჩიჩელაკი არ არის ესეთი გავრცელებული, ეს არის ძალიან ლამაზი და როდესაც უცხოელები ამას ხედავენ ხოლმე ძალიან მოსწონთ და აღტვანებულები არიან, ესეთი უბრალოდ თქვათ ხის ტოტისაგან, როგორ შეიძლება ესეთი ლამაზი რაღაც გაკეთდეს, რომელიც ქართულ კულტურასთან კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ძალიან შერწყმულია და თვით იმის განსაკუთრებული იერსახეს კიდევ ერთხელ გამოხატავს ამ ფორმით, ახალ წელს. უცხოეთში ახალი წელი არის განსხვავებული ტრადიციები აქვს, რა თქმა უნდა, თვითონ იმ ერის წესშუალებებიდან და თვითმყოფადობიდან გამომდინარე, არის მაგალითად ჩვენთვის უცნაური, თქვათ, ტრადიციები, მაგალითად აქვს მექსიკელებს და ბოლივიელებს თურმე ისეთი ტრადიცია, რომ განსხვავებული ფერის ტრუსებს იცვამენ, იმიტომ რომ ყვითელი ფერის რომ ბედნიერება დააებედოთ. ანუ ვისაც მეორე ნახევარი აყავთ წითელი ფერსაც და იმ წელს ვიღაცას უცხოელს ვიღაცას გაიცნობენ და დაუჯახდებენ, ეგეთი შეხედულება აქვთ. საინტერესო არის ასევე თქვათ სხვა ქვეყნის ტრადიციებიც, მაგალითად ავიღოთ ამ შემთხვევაში გერმანიაში ტრადიციები, სადაც ძველი ნივთები გამოვხდ ხოლმე ქუჩაში, ალბათ ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტია, ევროპის ბევრ ქვეყანაშია ეს, მაგრამ გერმანიაში განსაკუთრებით, ასე ვთქვათ, გარემოში იცხოვრონ და ყველაფერს ახალი დაიბედონ, რადგან სიახლის მოაქვს ბედნიერება, რაღაც ესეთი შთაბეჭდილება აქვს და ამისჯერად. ასევე ესპანეთში არის ძალიან საინტერესო სოფლებში განსაკუთრებით, სადაც გოგო და ბიჭი ფიქტიურად ქორწინდებიან და მომდენო წელი როგორც დაქორწინებულები, ისე ცხოვრობენ, ფიქტიურად დაქორწინებულები. ანუ ერთგვარი გასართობია, ისინი ასე ვთქვათ, სახელდაგვარებს წერენ ფურცლებზე, ყრიან ყუთში და შემდგომ ვისვინ ამოვა, ის იმის ქმა მეუღლე არის და მთელი წელი ესე ცხოვრობენ, ფიქტიურად რა თქმა უნდა. ახალწლის ტრადიციებში ასევე საინტერესო ტრადიციები აქვს რუსეთშიც, მოგეხსენებათ ალბათ რუსეთში ძალიან ბევრია თქვენგანი არის ნაყოფი და იცის იქაო ტრადიციები. ძირითადში ეს არის ისე სიარული და შემოლა ძალიან ბევრი ბედნიერი სახე და აქვთ სტუმრობის ტრადიცია იქაც ძალიან საინტერესო, როდესაც მიდიან, ძალიან ბევრს რა თქმა უნდა სვამენ და სხვადასხვანაირად გამოხატავენ ამას, რაღაც დღეობასავით აქვთ და ცდილობენ, რომ ეს რაც შეიძლება დაასამახსოვრებელი იქნეს. ძალიან ასე ვთქვათ, პოზიტიური დღესასწაულია კიდევ ერთხელ გავამეორებ და ყველგან ცდილობენ, რომ შეიძლება მეტი პოზიტივი დაიბედონ. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში წესია და არ არსებობს ადამიანი ამ დღეს რომ ბედნიერი არ იყოს და მეორე ადამიანს ხვდებოდეს და არ ულოცავდეს ბედნიერებას. ეს რაც შეიძლებოდა გვეთქვა მოკლედ, გადაცემის ფორმატიდან გამოდიან ამ ახალ წელზე. ეხლა რეკლამაზე გავდივართ და მეორე ნახევარში უფრო გავშლით ამ თემას. გამარჯობათ, მოგისალმებით ისევ.
გვერდდება ჩვენი გადაცემა და ჩვენი თემა არის საახალწლო თემა. ახალწლთან დაკავშირებული ტრადიციები, მოლოდინები და ასე შემდეგ ყველაფერი. ძირითადად ახალწელს მოლოდინი როდესაც აქვს ხოლმე ადამიანებს ყველას ძალიან დიდი ნაწილს აქვს ხოლმე მოლოდინი, რა იქნება მომავალ, როგორ იქნება მომავალ წელს მისი ცხოვრება, როგორ განვითარდება და ყველაზე გავრცელებული და ყველაზე ცნობილი ალბათ არის ჰოროსკოპი, ამ მხრივ, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი საშუალება იმისა, რომ გავიგოთ ჩვენი ნიშნის რომელ ვთქვათ პერიოდში ჩვენ ნიშნის რომელ წარმომადგენელს იქნება წლის რომელ პერიოდში უფრო უკეთესი ხანა და უფრო უარესი რა მოლოდინები უნდა გქონდეს კარიერაში, პირად ურთიერთობებში, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ააშენეთ ძალიან გავრცელებულია და ყველა საახალწლო გადაცემაში მიწვეული ყავთ ასტროლოგი, რომელიც ამის შესახებ საუბრობს. ჩვენს გადაცემაში, როგორც ხედავთ, არ ყავს ასტროლოგი მოწვეული, მე პირადად გადავწყვეტე რომ არ ყოლოდა, რადგან ეს მიმაჩნია ასტროლოგია მაინც ძალიან საინტერესო მეცნიერება, თუმცა რაღაც მხრივ გვაპროგრამებს და რაღაც მხრივ გვაძლევს მიმართულებას, ზოგზე უფრო მეტად, ზოგზე უფრო ნაკლებად. ვისაც ამის სჯერა, რომ აი მაგალითად წლევანდელ წელს შემს იქნება კარგი და ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება. მე ვთქვათ ისე არა ეწყო როგორც ასტროლოგი, როგორც ჰოროსკოპში იყო, როგორც ასტროლოგმა გითხრა და მე ზოგი ფრუსტრაციას განიცდის და ფიქრობს რომ წლევანდელ წელს თუ იქნება ესეთი, როცა მითხრას რომ ძალიან კარგი იქნება, მაშინ მომავალ წელს შეიძლება იგივე არ მითხრან და მომავალ წელს რაღა იქნება და ზოგი კიდე პირიქით არის და ვერ ხვდება რომ ყოველ დღე არის საუკეთესო და ყოველ დღე არის ახალი, რომელიც ჩვენ გვანიჭებს ძალიან ბევრ შესაძლებლობას და ამ ყოველ დღეს ჩვენ უნდა გამოვიყენოთ თითოეული წამი იმისათვის რომ გავხდეთ კიდევ უფრო უკეთესები და დავისახოთ ახალი მიზნები, ნაბიჯ-ნაბიჯ მივისწრაფოთ მათგან და მივაღწიოთ იმ სასურველს, რისკენაც ვართ მოწოდებული და რისი განხორციელებაც გვსურს. ამიტომაც დღეს პირადად წარმოგიდექით სტუმრის გარეშე და ვფიქრობ ჩემი აზრები გადმოგცეთ, თუ რაიმე თქვენს მიუღებელია კიდევ ერთხელ მეორე შეგიძლიათ მითხრათ და მიკომენტაროთ, გამიზიაროთ, თუ რამე მისაღებია, თუ რამის გამგრძობა გნებავთ, შეგიძლიათ ეს კიდევ უფრო განაგრძოთ. ახალი წელი იმითაც არის ჩვენს ქვეყანაში გამორჩეული, რომ ჩვენ გვილოცავს ამ საერო დღესასწაულს ჩვენი ერის სულიერი მამა, უწმინდეს და უნეტარესი ილია მეორე, იგი იქვისურებს ყოველივეს საუკეთესოს და ამით ამ საერო დღესასწაულს სხვა დატვირთვაც ემატება რელიგიური სახის დატვირთვა, ასევე სხვა რელიგიური უმცირესობებს რაც შეეხება ყველა კონფესიის წარმომადგენელს თავისი ლიდერი ულოცავს და ამ დატვირთვასაც იცენს ამ საერო დატვირთვას გარდა მას აქვს ასევე სულიერი დატვირთვაც და საერთო ჯამში ეს ქმნის ძალიან დიდ პოზიტივს, რომელიც მთელი წელი უნდა გაგვეს და შევინარჩუნოთ რაც შეიძლება მეტად. მიუხედავად ყოველდღიური ჭრილმანებისა, მიუხედავად სხვადასხვა პერიპეტიებისა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხდება და რომელიც ძალიან მრავლად არის დღევანდელ ჩვენ ცხოვრებაში. კარგი იქნება რომ გავირკვეთ, რომ შევიცნოთ თავი ჩვენი, ანუ შეიძლება თავი შენი იყო ადრიდანვე, ძველ ხალხს ჰქონდა, ძველ ბერძნებსაც ჰქონდათ ეს შეიძლება თავი შენი, უმთავრესი იყო მათთვის, რომ ეს ანტიკურ ხანაში როდესაც საკუთარ მიაჩნდათ, როდესაც საკუთარ თავს შეიცნობს ადამიანს, შემდგომ გარშემო სამყაროსაც ადვილად შეიმეცნებს. ეს არის უკვე ქრისტიანულ მსოფლმხედველობაში, ეს არის სხვადასხვა მსოფლმხედველობებში, ეს იქნება ბუდისტური, ეს იქნება იუდაისტური თუ ასე შემდეგ, სხვადასხვა, რომ საკუთარ თავს უნდა შევიმეცნოთ და საკუთარ თავს შემეცნებით შევიმეცნოთ უკეთესად სამყაროსაც, რადგან ყველაზე დიდი ბედნიერება ალბათ მაინც ადამიანის გულში იმალება და მთავარი არის ადამიანი იყოს ბედნიერი თავის გულში და შემდგომ უკვე ამ ბედნიერებას გადასცემს სხვასაც. ამიტომ ჩვენ ტრადიციად სულთან დავნერგოთ ყოველ დღე ახალწლიდან მოყოლებული გავუზიაროთ ერთმანეთს პოზიტივი, ერთმანეთს ვახაროთ რაიმე ახალი, ერთმანეთს მივცეთ ბედნიერების განცდა და რითაც შეგვიძლია რაღაც სარგებელი მოვუტანოთ საზოგადოებას, იმიტომ რომ არ არის აუცილებელი მაინც და მაინც რომ რაღაც კონკრეტულ რიცხვს დაველოდოთ. აი როგორც ახალწელს საჩუქარს ჩუქნით ადამიანს, როგორც ახალწელს უსწრებთ ადამიანებს ყოველდღიურ საუკეთესოს, ესე უსწრებთ ყოველ დღე შეხვედრაში. თვითონ ქართული ენა არის ცალკე ფენომენი, ეს არის ძალიან დიდი ფენომენი და ძალიან დიდი საიდუმლო, რომელიც არ არის ამოხსნილი და რომელზეც
იკვლევენ და ჯერჯერობით კიდევ გამოუკვლევიათ, იმიტომ რომ ძალიან საიდუმლოა იქ დამარხულენ. და ქართულ ენაში ძალიან ბევრი ყურადღების სიტყვაა, მაგალითად გამარჯვება, ხო? ჩვენ ადამიანს ყოველდღურად ვუსურვებთ გამარჯვებას. ეს ყურადღება არ ექცევა ამას დღეს, მაგრამ ეს ძალიან დიდი შინაარს მატარებელია, იმიტომ რომ სიტყვა შეიცავს აზრ ფორმას და ეს აზრ ფორმა საბოლოოდ განაპირობებს ჩვენს ქმედებებს და ჩვენი ქმედებები ჩვენს ჩვევებს და ჩვენი ჩვევები კიდე ჩვენს ბედს, როგორც იტყვიან. ამიტომ მოდით დაულოდებით მაინც და მაინც ახალ წელს, ვიქცევთ მარტო კონკრეტულ რიცხვებში ესე პოზიტიური და მთელი წელი ვაჩვენოთ ერთმანეთს სიტყვა, სიყვარული და ყველაფერი კარგი. ყველა კაცმა რომ იგი სიკეთე ქნას რისი შემძლებელიც არის ქვეყანაზე უბედური აღარ იქნებიანო. გაიგიათ ალბათ, სწორედ ესეა თითოეულმა ჩვენგანმა, მოდით ახალი წლიდან დავნებოთ ახალი ტრადიცია და ერთმანეთს ბედნიერება მივანიჭოთ. მივანიჭოთ უცხო ადამიანის ქუჩაში ბედნიერება, თუნდაც გაგიმებით, ხო? დღეს როდესაც ყველა დადის მუქფერებში, ყველა არის დაფიქრებული რაღაცაზე წოვს, გასაგებია სოციალური ვითარება ესეთი და ბევრს რაღაცა თავის გასაჭირი აქვს და რაღაც საფიქრალში ეწასული, მესმის რა თქმა უნდა, ყველა ჩვენს რაღაც პრობლემა აქვს, მაგრამ მაინც შევეცადოთ, რომ ეს პრობლემა დავტოვოთ, ეს იქნება სახლში თუ სადღაც სამსახურში თუ სადღაც სადაცავად, როცა გამოვვალთ, ვინმე უცხო შეხვდებით, მას არ გადავდოთ და მივანიჭოთ რაღაც ბედნიერება, თუნდაც უბრალოდ გავიმებთ, ხო? ძალიან კარგი იქნება ეს დადებით ფონს შექმნის და ეს დადებით ფონი კიდე მერწმუნე დაისახება თითოეულ ჩვენგანზე. საბოლოო ჯამში მაინც ფიქრობ, რომ ყველა უნდა ჩამოყალიბდეთ რა გვინდა თითოეულ ჩვენგანს. რისკენ მივისწრაფით, ისკენ მივდივართ. ჩვენი ქვეყნის განვითარება ისე წავიდა ბოლო წლებში, რომ ხშირად ჩდება კითხვა, აი რა გვეშველება, სად ვიქნები თქვა 10 წლის მერე და ქვეყანა საიდკენ მიდის. არიან ადამიანები, რომლებიც ამაზე გვესაუბრებიან, თუმცა რეალურად მათაც არ იციან. საზოგადოებისთვის არის ეს ასე ვთქვათ, ერთგვარი ენიგმა, ეს არის ამოცანა, რომელიც ვერ ამოხსნეს და ყოველთვის ელიან, რომ ვიღაც ამონაცვას ამოხსნეს. არა, ჩემო კეთილო ადამიანებო, არ არის ესე, რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენგანში არის ამ ამოცანის ამოხსნის გასაღები, თითოეულ ჩვენგანი გვაქვს საშუალება, რომ ამოხსნათ ეს ამოცანა და თითოეულ თქვენგანში, ჩემო ძვირფას მაყურებელო, არის ძალა და არის შესაძლებლობა იმისა, რომ ქვეყანა უფრო უკეთესი გახდეს, თქვენი ცხოვრება უფრო უკეთესი გახდეს და წავიდეთ სასურველ მიმართულებით. უბრალოდ ამაში კარგად უნდა გავერკვეთ და ჩვენი თავი ჩვენვე დავაფასოთ და ვიღაცას არ მიცოთ იმის უფლება, რომ თვითონ განკარგოს ჩვენი, ასე ვთქვათ, ბედი და თვითონ გადაწყვიტოს. ჩვენ ამას პირველ რიგში ვანიჭებთ ჩვენი პასიურობით და რაღაც მომენტებში უკვე ძალიან ყელში რო ამოუვა მოსახლეობას, უკვე რაღაც დესტრუქციული სახით გამოხატავს ხოლმე. არ არის ეს საჭირო ფიქრობ, უფრო უკეთესი იქნება, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩავერთოთ, რაღაც ჩვენ თითოეულმა ჩვენგანმა რაღაცა კარგი გავაკეთოთ და ჩვენი, ასე ვთქვათ, უფლებები არავის არ შევალახინოთ და შესაბამისად სამოქალაქო საზოგადოების აქტივობა უფრო მეტად გაიზრდება და ეს გამოიწვევს იმ ცვლილებებს ქვეყანაში და ხალხის ცხოვრებაში, რაც უნდა იყოს, რაც ესე ძალიან გვინდა და რისკენაც ესე ძალიან მივისწრაფით, ხოლო სიტყვიერად ეს დემოკრატიული ღირებულებები, განვითარებული სახელმწიფოს აშენება და ადამიანის უფლებების დაცვა და ამავდროულად რაც არის დეკლარირებული ზოგადად. თითოეულ ჩვენგან შეგვიძლია ამისკენ წასვლა და ჩვენი პოტენციალის გახსნით და გამოყენებით ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ. ითუმეტეს ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ქართველები ვარ ძალიან ნიჭიერები, ძალიან მაგრები, ასე ვთქვათ, ყველაფერში და ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრ რაღაც გაკეთება. თუმცა სხვა ერებთან შედარებით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, რაღაცა მაჩანჩალას როლში ვარ ბოლო პერიოდი და ამ მოჯადოებული წინა ვერ გამოსულვართ. მოდით ეს ახალი წელი იყოს, ახალი წელი, რომლის შემდგომაც ჩვენ განვითარდებით, თითოეულ ჩვენგანი თავის კიდევ უფრო განავითარებს. ჩვენ აღარ გვეყოლება ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი ადამიანები, თითოეული გააკეთებს იმას, რაც მასია დამოკიდებული და შესაბამისად ის სურვილები, რომელსაც ჩვენ ჩავთქვამთ ხოლმე, ის სურვილები, რომელსაც ჩვენ ერთმანეთს უსურვებთ, იქცევა რეალობად და რეალობაში დამიჯერეთ ბევრად უფრო ბედნიერები ვიქნებით, როცა ეს ყველაფერი განხორციელდება და შემდგომ წლებში კიდევ უფრო დავიხოცებთ, კიდევ უფრო განვითარდებით და კიდევ უფრო წინ წავიძებთ. ამიტომ მოდით დავნერგოთ ეს ტრადიცია სიკეთის ქმნისა, ტრადიცია განვითარების და წინსვლისა. ძალიან
ასე ვთქვათ, ჭუის დამდგებლურად ჟღერს ეს რაღაც ჩემი გამონათქონა, შეიძლება ვინმე თქვენგან ისე ფიქრობს, რომ აი ვიღაცა გამოვიდა ზის იქ და რაღაც ჭუას გვარიგებს. შესაძლებელია რა თქმა უნდა, შეიძლება მეც გამჩინოდა ეს განცდა, თუმცა თუ რამე ასე ვთქვათ გადავამლაში ან ცოტა ზედმეტი გამოვიდა ჩემი ეს ჭუის დარიგების ფორმატი, რაღაცა ისეთი, თქვენ შეგიძლიათ ეს არ მეიღოთ, მაგრამ თუ რაღაც კარგს და პატარა სიკეთის მომტანს დაინახავთ ამ ყველაფერში და ეს რა თქმა უნდა წარადგეთ, მე ვიქნებ ძალიან ბედნიერი და კარგი იქნება თუ ჩვენ ყველა რაღაცა პატარა წვლილი შევიტანთ ამ საერთო სიკეთეში და საერთო ბედნიერების მომტან ასე ვთქვათ საქმიანობაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალწელს, გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, გისურვებთ ძალიან ულევს სიყვარულს და სიხარულს და გისურვებთ რომ თქვენმა თითოეულ თქვენგანის ქმედებამ, თითოეულმა თქვენგანის აზრმა, თითოეულმა თქვენგანის სიტყვა მოუტანოს სხვა ადამიანს სიკეთე, ბედნიერება, წარმატება, წინსვლა და ყოველივე საუკეთესო და დამიჯერეთ თქვენც იქნებით ძალიან ბედნიერები, თქვენც იქნებით ძალიან გახარებულები და თითოეული ადამიანის ცხოვრებაში შევა მეტი პოზიტივი, რომელიც დღეს ესე ძალიან გჭირდება ქართველ ერს. პოზიტივი, რომელიც შემდგომ აისახება თუნდაც ჩაცმულობაში და ყველა მოქმედებებში აღარ იქნება შემოსილი. ქუჩაში უბრალოდ ღიმილის ნაკლებობა იგრძნობა და ჩვენ დავინახოთ მეტ გაყინულ სახეს, შესაბამისად ეს პატარა მომენტიც კი შემოვიდას უფრო მეტ ბედნიერებას ჩვენში, უფრო სხვანაირ ხასიათზე დაუბრუნდებით სახლში, უფრო სხვანაირ ხასიათზე მივიდეთ სამსახურში და ალბათ ვთქვათ როგორც ამბობენ ხოლმე რომ აი რა ვქნა რაღაც მიჭირს ძალიან, ნუ გასაგებია და ეს არ არის ვთქვათ სირცხული და ეს ჩვეულებრივი მომენტია. აი მე ბევრს შრომობ სამსახურში, ჩემი უფროსი კიდე ძალიან დიდ ხელფასს იღებს და მე არ მიფასებს. აი ეს ფონი, როდესაც ესეთი ასე ვთქვათ მუქტონალობაშია ჩვენ ქვეყანაში, ეს ალბათ აღარ იქნება და ის ჩვენი უფროსიც იქნება თუ ჩვენი ხელმძღვანელი თუ ჩვენი ბოსი ვინც არის, ასე ვთქვათ, სხვანაირად იფიქრებს, უფრო მეტ შეღავაც გავუკეთებ ჩვეულებრივ ადამიანებს და ისიც უბრალოდ მოვა გაიღებს და ეთქოს რომ აი დღეს რაღაც სიკეთეს გაკეთება მინდა, იმიტომ რომ ჩემო თანამშრომლო რაღაც მაგალითი მომცა ხოვანია თითოეულმა ჩვენგანმა გავაცნობიეროთ და ნუ შემდგომ უკვე ეს იქნება ძალიან ეფექტიანი და ალბათ საბოლოოდ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლება. ალბათ ეს არის ის რისკენაც უნდა ვისწრაფოდეთ, რისკენაც უნდა წავიდეთ და ვფიქრობ რომ ყველაფერი კარგად იქნება ჩვენთვის და თუ ქართულ ხალხისთვის იქნება ყველაფერი კარგად, ჩვენი ქვეყნის ბედით უკეთესობისკენ შეიცვლება, რადგან საქართველოს ეს მხოლოდ ის არ არის გეოგრაფიული მდებარეობა და რაღაცა უბრალოდ რაღაცა მოცემულობა. პირველ რიგში საქართველოს არის ქართველების სამშობლო და თუ ქართველები ვერ იქნებიან საქართველოში კარგად, მაშინ საქართველოს ვერ იქნება კარგად, იმიტომ რომ თვითონ სიტყვა გვეუბნება რომ საქართველო, ანუ ეს ქართველების სამშობლო არის ქვეყანა, სადაც ქართველები ვართ. მე არ ვამბობ რომ ეთნიკურად მაინც და მაინც ქართველი უნდა იყოს, საქართველოს მოსახლეობა, ანუ საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს და პირველ რიგში აზროვნებით უნდა იყოს ქართველი და შენ არ აქვს მნიშვნელობა ეთნიკურად ვინ ხარ, სომეხი, აზერბაიჯანელი, რუსი, ინდოელი თუ ვინც ხარ, საქართველოში როდესაც ცხოვრობ, უნდა თავი წარმოიდგინე როგორც ქართველად და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად იაზრონო და იმოქმედო ამ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად და შენი ყოველი აზრი უნდა გამომდინარეობდეს იქიდან რომ რა სიკეთეს მოუდა შენ ქვეყანას და შენ ხალხს. ამიტომ ჩემო ძვირფასო მაყურებლებო, ჩემი თხოვნა იქნება თუ მოწოდება როგორც გნებოთ ისე ჩათვალეთ. 2017 წელი დავიბედოთ 2017 წელს დავიბედოთ ყოველივე საუკეთესო, ყოველ დღე დავიბედოთ სიკეთე, ერთმანეთის გახარება, ჩვენ თავზე ზრუნვა, ჩვენს განვითარებაზე, მენტალურად, სულიერად, ფსიქოლოგიურად ეს იქნება თუ ასევე ფიზიკურად, ნუ განვითარდეთ, ჩვენ შევეჯიბდოთ ჩვენს გუშინდელ მეს და გავხდეთ უკეთესები და დამიჯერეთ, როდესაც თქვენ პიროვნულად გავხდეთ უკეთესები და მეც ასევე გავხდეთ თქვათ უკეთესი, კიდევ უფრო უკეთესად ვიცხოვრებ და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები გამოჩნდება. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. მე მჯერა რომ წარმატებას მივაღწევთ ყველა ერთად. კარგად წამდებოდეთ.